ისანი სამგორის რაიონში ახალი სავაჭრო ცენტრი ფენიქსი გაიხსნა. ცენტრი, რომელიც ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა, დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ გახსნა და მომსახურე პერსონალს გაესაუბრა. სავაჭრო ცენტრში 250 ადამიანია დასაქმებული, რომელთა ნაწილიც მერიის დასაქმების ცენტრიდან შეირჩა. ახალი სავაჭრო ცენტრი მომხმარებელს როგორც ტანსაცმლის, ასევე საოჯახო ტექნიკის, წიგნებისა და საიუველირო ნაწარმის ფართო არჩევანს თავაზობს. სავაჭრო ცენტრში ბანკ ვითიბის ახალი ფილიალიც იმუშავებს. გადამზადება და კონკრეტული პროფესიების დაუფლება, ვის გარეშე შეუძლებელია ნორმალურ წარმოების აწყობა. Այս 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც პროფესიულ გადამზადებისთვის არის განკუთვნილი, სწორედ ამას არა აბსტრაქტულად ვიღაცები გადავამზადოთ აბსტრაქტულ პროფესიებზე, არამედ კონკრეტულ ბაზრიდან გამომდინარე იმ პროფესიებზე, რომელზეც არის მოთხოვნა. ერთი მიმართულებაა ეს ბაზრების, ესე ვთქვათ, გახსნა, მეორე მიმართულებაა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული უნარჩვევების და პროფესიული გადამზადება იმისათვის, რომ იმ ადეკვატური, ესე ვთქვათ, შესაძლებლობები ქონდეთ. აი ეს ამ თავარი მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, როცა ვლაპარაკობ დასაქმებაზე, ეს ორი ძირითადი მიმართულება იქნება განსაზღვრული. ამ ფილიალის გახსნა არის ჩვენი სამოხმარო ბაზარზე განვითარების სტრატეგიის ნაწილი. 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვაპირებთ ქსელის გაორმაგებას. აქ იქნება ავტოსესხების სამოხმარო, ლომბარდიც გაიხსნება, გაიყიდება იპოთეკები და ყველა ის პროდუქტი, რაც გვაქვს ჩვენ, იქნება წარმოქმნილი ამ ბაზარზე. ვიყავი უმუშევარი დავრეგისტრირდი დასაქმების ბაზარში. დაგვიკავშირდნენ მერიიდან და აღმოჩნდი აქ მაყოფილი ვარ პირველ რიგში კოლექტივით, სამსახურით და ანაზღაურებით.